15 წუთი სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გერმანისტ კოკა ბრეგაძესთან ერთად. მოგესალმებით. მე გახლავართ კოკა ბრეგაძე, TSU-ს ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი. დღეს გადავწყვეტეთ შემოგთავაზოთ გადაცემა, ან შეიძლება გადაცემათა ციკლის, ყოველ შემთხვევაში გადავწყვეტეთ ესე ბატონ ლევანთან ერთად, რომ იყოს მინიმუმ 2 გადაცემა ყველა ვარიანტში მიეძღვნება შემდეგ თემას, რაც ეძღვნება თემა გახლავთ კლასიკური როკის 60-70-იანი წლების როკის სოციოკულტურული და მუსიკალური ასპექტები. პირველი გადაცემა მიეძღვნება თვითონ იმ ისტორიულ კონტექსტებს, რა პირობებშიც იქნებოდა ეს ფენომენი, რასაც როკი ქვია, კერძოდ ხას უსვამ 60-70-იანი წლების როკი. იმდენად რამდენადაც თვითონ ეს ფენომენი, ეს მუსიკალური ფენომენი თვითონ არის ერთ-ერთი უმთავრესი წარმართველი იმ პროცესებისა, რაც 60-იან წლებში და 70-იან წლებში მიმდინარეობდა, რაზეც ქვემოთ კონკრეტულად ვისაუბრებთ და თვითონ ქმნის ეპოქას. ეს როკი არის ერთი მხრივ ეპოქის პროდუქტიც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მიმაჩნია, რომ თანამედროვე ავანგარდის თუ ნეო-ავანგარდის მხატვრები იქნებიან, თქვათ იგივე ენდი ვორჰოლი იქნება, თუ თანამედროვე თაობის რეჟისორები, თქვათ იქ იტალიელები იქნებიან, თუ იგივე კენ რასელი, თქვათ ინგლისელი, ან აქეთ უკვე ფილოსოფოსები, პოსტმეტაფიზიკოსი ფილოსოფოსები, ფრანგები მყავს ხედველობაში, ფუკო, დერიდა, დელიოზი და ასე შემდეგ. აი ამ მთლიანობაში თვითონ როკ მუსიკის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას იმაში, რომ რაღაც თვისობრივად ახალი ეპოქა ჩამოყალიბდეს და შეიქმნას, რომელსაც მე შემდგომ უკვე კულტურის ისტორიაში და იმ პერიოდშიც უკვე ეწოდა ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნი, ანუ ახალი ეპოქა, ახალი ეტაპი ზოგადად მოდერნის ისტორიაში, ანუ თანამედროვე ეპოქის ზოგადად ისტორიაში, რომელსაც ზოგადად ქვია მოდერნის ეპოქა, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ამდენად ჯერ ვისაუბრებთ იმ ისტორიულ ფონზე, იმ კონტექსტებზე, რა პირობებშიც იქნება როკ მუსიკა და ეს არის დაახლოებით აი ზუსტად აი 60-იანი წლების დასაწყისის პერიოდი, აი რა ვითარება მივიღეთ ჩვენ ზოგადად სოფლიოში და კერძოდ დასავლეთში, იმდენად რამდენადაც დასავლური სივრცის ფენომენია როკ მუსიკა, როკ-ენ-როლი ჯერ 50-იან წლებში ამერიკაში და შემდგომ უკვე სოფლიო მასშტაბით ევროპასა და ამერიკაში და შემდგომ სოფლიოში როკ მუსიკა როგორც ვთქვათ მასშტაბური ფენომენი. მაგრამ მე ჯერ მინდა დავიწყო ცნობილი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსის იურგენ ჰაბერმასის თეზისით. იგი გახლავთ ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი და მისი ესეთი თეზისია და ეს თეზისი მას და მთლიან ესე თქო ნაშრომსაც უძღვნის სტატიის სახით. თვითონ ამ სტატიას ქვია ასე გერმანულად Moderne als unvollendetes Projekt. და ანუ მოდერნი როგორც დაუსრულებელი პროექტი.
და შემდგომ უკვე ამ სტატიაში მსჯელობს იმ პერსპექტივებზე თუ რა გზით განვითარდა ან რა გზით უნდა განვითარდეს ეს პროექტი. მე ხალხს სტატიას ხადი არ ჩავუყურებდი, მაგრამ მე უბრალოდ ვიტყვი თუ რას გულისხმობს ჰაბერმასი აი ამ თეზისში, მოდერნი როგორც დაუსრულებელი პროექტი. ანუ აქ საუბარია თვისობრივად საერთოდ აი კულტურის ისტორიაში, საერთოდ ისტორიაში, გლობალურ ისტორიაში, გონის ისტორიაში თუ რაც გნებავ დაარქვით იმ ფენომენზე, რასაც ქვია განმანათლებლობა. და რაც იწყება სწორედ ევროპაში და სწორედ დასავლურ სივრცეში მე-18 საუკუნის დასაწყისში, ხო, თქვა კერძოდ ინგლისში და შემდგომ ეს ვრცელდება მთელს ევროპაში, იგივე საფრანგეთში, გერმანიაში. რაც მთავარია, აი სწორედ ეს ეპოქა განმანათლებლობა არის სწორედ პირველი ფაზა ამ ეგრეთ წოდებული მოდერნის. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ მოდერნი როგორც ასეთი, როგორც გლობალური რაღაც ეპოქა, იგი იწყება მე-18 საუკუნეში და გრძელდება მთელი ეს საუკუნეები, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, თქვა, მე-19 მე-20 და დღესაც რა თქმა უნდა მოდერნი და მოდერნულობა და მოდერნული ცნობიერება აგრძელებს თავის მუშაობას. ანუ ჰაბერმასმა ზუსტად გახაზა, რომ არ არსებობს, თქვა, ეს არის უსასრულო პროექტი იმდენად, რამდენადაც ის პრინციპები, რაც ჩამოყალიბდა სწორედ მე-18 საუკუნის დასაწყისში, ის პრინციპები მუდმივად განხორციელების პროცესში. ეს არის უსასრულო პროცესი, ანუ ახალ ხარისხში ასვლის პროცესი იმ პრინციპებისა, რაც მოხაზა მე-18 საუკუნის დასაწყისში განმანათლებლობა. კერძოდ, რა თქმა უნდა, განმანათლებლობა ეს არის ემანსიპატორული ფენომენი, ანუ განმათავისუფლებელი ფენომენი და სწორედ განმანათლებლობაში შემუშავდა ერთგვარად ეს თავისუფლებები. შეგვიძლია გამოვყოთ ეს პუნქტობრივად რა თავისუფლებებზეა საუბარი, რაც თქვათ თავის დროზე განმანათლებლობამ გამოყო და რაზეც დღემდე არის ორიენტაცია და ხდება მისი ახალ ხარისხში აყვანა. და ეს არის სწორედ უსასრულო პროექტი. კერძოდ, განმანათლებლობა ავითარებს პოლიტიკურ თავისუფლებას, რაც დღეს ჩვენ გვესმის, ხო, თქვა შესაბამისი, თქვა სიტყვის თავისუფლებით, თავისუფალი არჩევნებით, პრესის თავისუფლებით და ასე შემდეგ. განმანათლებლობა გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, რაც დღეს ჩვენ ვიცით უკვე თავისუფალი ბაზრით, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობებით. განმანათლებლობა გულისხმობს სოციალურ თავისუფლებას, რაც ჩვენ დღეს გვესმის როგორც სამოქალაქო უფლებები, ყველას უფლების დაცვა და რაც გარანტირებული უნდა იყოს, თქვა კონსტიტუციით, დემოკრატიის ხარისხით და თავისუფალი სოციალური ურთიერთობებით, პიროვნების ღირსების დაფასებით და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, რელიგიური თავისუფლება, რასაც შემუშავდა განმანათლებლობის წიაღში, რაც გულისხმობს, თქვა, თავისუფალ რელიგიურ არჩევანს. აი მოკლედ ეს პრინციპები, თავისუფლების ეს პრინციპები შემუშავდა სწორედ იმ პერიოდში, მე-18 საუკუნის დასაწყისში ევროპაში და აი ეს არის სწორედ მოდერნული ცნობიერება და მოდერნი როგორც ეპოქა თავის არსში გულისხმობს აი ამ თავისუფლებებს. განმანათლებლობა სწორედ აი ამ თავისუფლებების, აი ამ ასე ვთქვათ, პრინციპებით მოდის და ვიმეორებ, ეს არის შემდეგი თავისუფლებები: პოლიტიკური თავისუფლება, სოციალური თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება. პოლიტიკური თავისუფლება, სოციალური თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება. და შესაბამისად ეს თავისუფლებების ეს მომენტი უკვე ჰაბერმასისთვის არის მნიშვნელოვანი იმდენად რამდენადაც აი ამ ვითარებაში არ შეიძლება რაიმე დასასრული კონდეს ეს ისეთი ფენომენებია ეს თავისუფლებების ეს პრინციპები რასაც არ აქვს რაღაც კონკრეტული დასაწყისი ან დასასრული ეს არის მუდმივი უსასრულო პროცესი როგორც ჰაბერმასი ამბობს დაუსრულებელი პროექტი და ეს დაუსრულებლობა ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებების ეს პრინციპები, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური, მუდამ დროთა ვითარებაში, მუდამ უნდა ავიდეს ახალ ხარისხში. და სწორედ აი ეს 60-იანი წლები უკვე ჩვენ უნდა მოვნიშნოთ, როგორც აი ახალ ხარისხში
ახალი, ასე ვთქვათ, გაგება თავისუფლების, გაფართოვება თავისუფლების ყველანაირ თვალსაზრისით, რაც მე ჩამოვთვალე, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც 60-იანი წლების დასაწყისისთვის ძალიან რთული გლობალური პოლიტიკური ვითარებაა. და აი სწორედ აი ამ თავისუფლებებს გარკვეულწილად საფრთხე ექმნება. ცხადია, აქ აღარ არის ლაპარაკი კომუნისტურ სისტემებზე, სადაც ეს თავისუფლებები იმთავითვე უკუგდებული და იგნორირებულია და გაუქმებულია და აკრძალულია. აქ ლაპარაკია დასავლურ სივრცეზე, რომელიც, თქვათ, მეორე მსოფლიო ომიდან ახალი გამოსულია, იშუშებს მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ტრამვებს და გამოცხადებულია ცალსახად ერთი მიმართულებით მუშაობა უფრო მეტად, რაც უკავშირდება დასავლური ქვეყნების ომში, ასე ვთქვათ, ომის პირობებში დაზარალებული დასავლური ქვეყნების ეკონომიკურ აღდგენას და ფეხზე დაყენებას, ну თავისი მარშალის გეგმებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, იგივე გერმანიაში, იგივე საფრანგეთში, იგივე ინგლისში, თქვათ, აი, თქვათ, კლასიკური დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც განმანათლებლობა ჩამოყალიბდა და განვითარდა სწორედ, აქ მეტი აქცენტი კეთდება სწორედ, აი, ეგრეთ წოდებ გერმანულ სიტყვას ვიხმარ, Wohlstand. ანუ მოქალაქის კეთილდღეობაზე და აქ საუბარია მოქალაქის აქცენტი კეთდება მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორიენტაცია ამაზე აღება. აი თქვა იგივე გერმანიაში ადენაუერის მთავრობა, შემდგომ ერჰარდის მთავრობა და ცნობილი Deutsches Wunder გერმანული ეკონომიკური საოცრება, როდესაც გერმანია ომიდან გამოსული გერმანია უკვე 60-იანი წლების შუახანებში უკვე წარმოსდგა როგორც დაწინაურებული ეკონომიკურად დაწინაურებული სახელმწიფო. მაგრამ აქ უკვე მივიღეთ ვითარება, ამას ცხადია ეს ერთი მომენტია, მაგრამ გვაქვს ცივი ომის რეჟიმი, გვაქვს იდეოლოგიური დაპირისპირების რეჟიმი და ორი სისტემა, დასავლური სისტემა, თქვა და აღმოსავლური საბჭოთა სისტემა ერთმანეთს უმტკიცებს თუ რომელი სისტემა არის უკეთესი, რომელი ფლობს ჭეშმარიტებას, რომელი უფრო, ასე ვთქვათ, კაცთმოყვარეა, ჰუმანურია და რომელი უფრო მიდის მაღალი დიადი მიზნისაკენ. და შესაბამისად გვაქვს ცივი ომის რეჟიმი და ცივი ომის რეჟიმი გულისხმობს იმას, რომ დასავლურ დემოკრატიულ სივრცეში მეორე მსოფლიო ომის მერე გვაქვს ცალსახად შეზღუდული დემოკრატიის ვითარება. რაც გულისხმობს ცენზურას, რაც გულისხმობს დასავლური ისტაბლიშმენტის, ანუ მართველი წრეების საშინაო თუ საგარეო თუ ეკონომიკური პოლიტიკის თქვათ უკრიტიკოდ მიღებას. აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ და ამის სიმპტომი კერძოდ თქვა თუნდაც 50-იანი წლების ამერიკა ამის კარგი ნიმუში, როდესაც ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკარტი გამოდის თეზისით აი ამ თეზისით, აი ამ შეზღუდული დემოკრატიის რეჟიმის თეზისით, როდესაც გარკვეული ცენზურები უნდა დავაწესოთ, რაც გულისხმობს კრიტიკის, ანალიზის შეზღუდვას და მოიხსენებათ, მაშინ დაიწყო ეს ცნობილი დევნა ამერიკაში მემარცხენე ინტელექტუალების და რა თქმა უნდა, იქ დაირღვა სამოქალაქო უფლებები და რა თქმა უნდა, შეზღუდული დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო უფლებები დარღვეულია და ეს პოტენციაში ამას გულისხმობს და რა თქმა უნდა, არის ეს შემთხვევები. და აი ცნობილი სტუდენტური მოძრაობა, რაც აგორდა მე შემდგომ საფრანგეთში, პარიზის გამოსვლები, დასავლეთ ბერლინში, ცნობილი თქვათ ლიბერალური სტუდენტების, მემარცხენე განწყობის სტუდენტების ცნობილი გამოსვლები. ხო თქვათ ის უკავშირდება ზუსტად აი ამ ბიძგი ამისა, იყო სწორედ აი ეს შეზღუდული დემოკრატიის რეჟიმი და ისტაბლიშმენტის, ასე ვთქვათ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ის ფლობს ჭეშმარიტებას და ეს არის ჭეშმარიტი განვითარება ქვეყნისა, ეს მიუღებელია დასავლეთისთვის და ამ თვალსაზრისით და აი ამ ახალგაზრდობისთვის, ამ სტუდენტობისთვის და იგივე თქვათ, რაც მოიცვა მთელი დასავლური სივრცე ამ სტუდენტურმა მოძრაობამ, სტუდენტური მოძრაობის ძირითადი არსი სწორედ ეს არის. მეტი დემოკრატია და აი თავისუფლებების და სამოქალაქო უფლებების მეტი ხარისხი და მეტი განვითარება. ანუ ფაქტიურად ეს იგივე განმანათლებლური მოძრაობა იყო, ანუ რაც წამოწყებული იქნა 60-იან წლებში, როდესაც მოთხოვნილი იქნა მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, ეს სწორედ იმ პრინციპებისა, რაც თავის დროზე 2 საუკუნის წინ ჩაისახა განმანათლებლობის წიაღში, რაც გულისხმობდა პოლიტიკურ თავისუფლებას, სოციალურ თავისუფლებას, რელიგიურ თავისუფლებას და ეკონომიკურ თავისუფლებას. და აი ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა
დასავლეთ გერმანიის, მაშინ მოგეხსენებათ გერმანია ორად იყო გაყოფილი და დასავლეთ დემოკრატიულ დასავლეთ გერმანიას მაშინ თქვა მოიხსენიებდნენ როგორც გერმანიას, თქვა დასავლეთ გერმანიას. და აი ცნობილი კანცლერი უნდა ვახსენოთ ვილი ბრანტი და მისი ცნობილი გამოსვლა, მისი საპროგრამო გამოსვლა, რომელიც როდესაც ის კანცლერი გახდა, იგი სოციალ-დემოკრატი იყო და 1969 წელს ის ასე ვთქვათ აკეთებს მისასალმებელ განცხადებას, გამოსვლას, წარადგენს თავის თავრობას და ეს მისი გამოსვლა ის სწორედ აი ამ თვალსაზრისით არის საინტერესო, როდესაც ის მოითხოვს აი სწორედ მეტ დემოკრატიას. აი მე ახლა ციტატას მოვიყვან ამ გამოსვლიდან და წავიკითხავ და აი ზუსტად ის აქცენტებია დასმული, ანუ ფაქტიურად ვილი ბრანტი ეხმიანება იმ მოძრაობას, რასაც სათავე დაუდგეს სწორედ დასავლური სამყაროს სტუდენტობამ იმ საპროტესტო მოძრაობის წიაღში, რაც იყო განვითარებული. ანუ მეტი დემოკრატიის, მეტი თავისუფლების მოთხოვნა, მეტი სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა, სამოქალაქო უფლებების დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკაში ელიტარულობის გაუქმება, შემდგომ ეცნობილი გამჭვირვალეობა, ტრანსპარენტულობა, ღიაობა პოლიტიკაში, სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ხა მოვიყვან სწორედ ციტატას ვილი ბრანტის იმ ცნობილი გამოსვლიდან, რომელიც 1979 წელს გაკეთდა და ხას უსვამ, ეს არის ერთგვარი შეხმიანება და თანხმობა და ჰოყოფა, ასე ვთქვათ, და თანხმება იმ საპროტესტო სულისკვეთებაზე, რაც სწორედ დასავლურ სტუდენტობას ჰქონდა. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეს სულისკვეთება ეს საპროტესტო სულისკვეთება სწორედ აი ამ საპროტესტო სულისკვეთების განვითარების თვალსაზრისით სწორედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როკ მუსიკა, იმ პერიოდის როკ მუსიკა, 60-70-იანი წლების როკ მუსიკა და სწორედ აი მეტი დემოკრატიის და მეტი მოდერნულობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ განვითარების თვალსაზრისით უმთავრეს მოთამაშედ, ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ გვევლინებიან აი ამ პერიოდის ცნობილი როკ მუსიკოსები, რომლებიც იყვნენ Rolling Stones-დან, Beatles-დან, იგივე Jimi Hendrix-ი, Jim Morrison-ი, Cream-დან და უამრავი სხვა. თუმცა ამაზე ჩვენ უკვე შემდგომ მეორე გადაცემაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ ახლა მე მინდა მივუბრუნდო ვილი ბრანტის გამოსვლას და მის ცნობილ აი ამ გამოსვლას და აი ამ ციტატას წაგიკითხავთ. ციტატის დასაწყისი. ჩვენ გვინდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მეტ თავისუფლებას გასცემს და მეტ პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე. ჩვენ არ ვეძებთ თაყვანისმცემლებს. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად კრიტიკულად იაზრებენ. ჩვენთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვართ რჩეულნი, არამედ ჩვენ ვართ არჩეულნი. ამიტომაც გსურს დიალოგი ყველასთან, ვინც ასეთი დემოკრატიისთვის იღწვის. ჩვენ ჩვენი დემოკრატიის უმაღლეს საფეხურზე კი არ ვდგავართ, არამედ მხოლოდ ახლა ვიწყებთ დემოკრატიას. ციტატის დასასრული.
და ეს სწორედ ციტატა ვიმეორებ გახდათ ცნობილი გამოსვლიდან ვილი ბრანტისა, როდესაც ის კანცლერად გერმანიის მაშინდელი დასავლეთ გერმანიის კანცლერად აირჩიეს. ამ გამოსვლაში და ჩემს მიერ წაკითხულ ამონარიჩი არის უამრავი მესიჯი, უამრავი ასე ვთქვათ, ქვეტექსტი ან პირდაპირ ღია ტექსტით გაცხადებული რა. აი სწორედ ის, რაზეც მე აქამდე ვსაუბრობდი, ჟამი 60-იანი წლებისა და ეს არის 60-იანი წლების ბოლო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს არის სწორედ პოსტმოდერნი და პოსტმოდერნის ეპოქა. ანუ როდესაც დგება ჟამი, როდესაც ახალ ხარისხში უნდა ავიდეს სწორედ ის პრინციპები თავისუფლებებისა და დემოკრატიისა და ასე შემდეგ, რაც 2 საუკუნის წინ თუ 250 წლის წინ ჩაისახა ევროპაში განმანათლებლობის სახით. ეხლა მე მინდა უფრო დეტალურად შევჩერდე აი ამ გამოსვლაზე და აი მიაქციო აქ არის გარკვეული სიტყვა კოდები და სემიოტიკურად აი რაღაც ნიშნეული გამორჩეული მესიჯები და ასე ვთქვათ მინიშნებები და მითითებებიც კი აი მიაქციეთ ყურადღება საუბარია ახალი ტიპის საზოგადოების შექმნის მოთხოვნაზე და ვილი ბრანტი და ეს ახალი ტიპის პოლიტიკოსები, ვილი ბრანტის ახალი ტიპის პოლიტიკოსია, ისევე როგორც კენედი და მე აქვე უბრალოდ მინდა გავიხსენო ერთი დეტალი, ვილი ბრანტი იყო თავის დროზე ანტიფაშისტური მოძრაობის აქტიური წევრი, ის ემიგრაციაში იყო ომის პერიოდში, შემდგომ ბრუნდება გერმანიაში და აქტიურად ერთვება დასავლეთ გერმანიის აღორძინების საკითხებში, შემდგომ 60-იანი წლების დასაწყისში ის არის დასავლეთ ბერლინის მერი, მოგეხსენებათ როგორც გერმანია გაყვეს გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მეორე მსოფლიო ომის მერე ბერლინის გაიყო ჯერ 4 ნაწილად როგორც გერმანია და შემდგომ 2 ნაწილად დასავლეთ გერმანია დემოკრატიული გერმანია თქვათ ბოდიში დასავლეთ ბერლინი ეს იყო დასავლური სივრცის ნაწილი ერთგვარი ოაზისი აი ამ სწორედ ამ პირქუშ აღმოსავლურ სოციალისტურ ბანაკში და სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში ვილი ბრანტი არის დასავლეთ ბერლინის მერი და სწორედ 61 წელს თუ არ ვცდები დასავლეთ ბერლინში ჩადის პრეზიდენტი კენედი და სწორედ ვილი ბრანტმა უმასპინძლა პრეზიდენტ კენედის დასავლეთ ბერლინში და ეს იყო დიდი ჟესტი პრეზიდენტ კენედისა, როდესაც მან სწორედ აი მას შემდეგ რაც ანუ აქ მიუთითებ რომ პრეზიდენტი კენედი დასავლეთ ბერლინში ჩადის მაშინ, როდესაც უკვე აღმართულია და დაწყებულია აღიმართა უკვე ეს ბერლინის ცნობილი და საზარელი კედელი. და ეს იყო მისი ჟესტი დასავლეთ გერმანელი ერის გამხმარებისა და ვილი ბრანტმა მას უმასპინძლა. მე ის თქმა მინდა რომ აი პრეზიდენტი კენედი, კანცლერი ვილი ბრანტი შემდგომ უკვე 70-იან წლებში არიან ფიგურები ალდო მორო მინდა გავიხსენო 70-იან წლებში ტრაგიკულად დაღუპული იტალიელი პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრი იტალიისა რომელიც ტერორისტების ხერხი გახდა და რაღაც გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ანუ მე ვსაუბრობ პოლიტიკოსის ახალ ტიპზე, რომელიც სწორედ მზად არის აი ამ გახსნილობისთვის, მზად არის თანამშრომლობისთვის, მზად არის ღიაობისთვის და რაც თავარია, როგორც ვილი ბრანტი უსვამს ხაზს, იქმნება პოლიტიკოსის ახალი ჰაბიტუსი, მოდის პოლიტიკოსი ახალი ჰაბიტუსი და მენტალობით. პოლიტიკოსი, რომელიც თავის თავს არ განიხილავს რჩეულად, რაღაც ხელდასხმულად, რაღაცა ელიტარულ მოვლენად, არამედ პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი მათგანი, ვინც თქვათ დემოკრატიული საზოგადოების წევრია. მიაქციეთ ყურადღება, ის ამბობს, რომ ჩვენ არ ვართ რჩეულნი. Wir sind nicht erwählten. არამედ ჩვენ ვართ არჩეულნი. არა, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ აქ მოდის საუბარია პოლიტიკოსზე და ახალი პოლიტიკური ცხოვრების წესზე, როდესაც პოლიტიკას ქმნიან არა ვიღაც ელიტარული პოლიტიკოსები, რომლებიც ფლობენ რაღაცა უმაღლეს ჭეშმარიტებებს და შემდგომ ამას ახორციელებენ ნებისმიერი საშუალებით და ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს აღმოსავლურ საბჭოურ და სოციალისტურ ბლოკში ეს თავისთავად ხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ დასავლურ სივრცეში 60-იან წლებში ზუსტად ჩვენ მაინც არის პოლიტიკური ვითარება და ფონი, როდესაც არიან პოლიტიკური ფიგურები, ვინც
ვინც თავის თავს განიხილავს უმაღლესი ჭეშმარიტების მფლობელად. აი იგივე დეგოლი, იგივე ჩერჩილი, აი ამ ტიპის, ასე ვთქვათ, პოლიტიკი, იგივე ვთქვათ, ნიქსონი, ეიზენჰაუერი, ესენი მოდერნისტი პოლიტიკოსები არიან და მოდერნისტი პოლიტიკოსი სწორედ იმ პოსტმოდერნისტია, ვთქვათ, კენედისგან და ვილი ბრანდტისგან განსხვავდება იმით, რომ მოდერნისტი პოლიტიკოსი, წყალებში მოდერნისტი პოლიტიკოსი, თავის თავს იმ თავითვე განიხილავს როგორც რჩეულს, არა არჩეულს პოლიტიკოს, არამედ როგორც რჩეულ განსაკუთრებულ ზე რაღაც სახელმწიფო ფიგურად, ვისგანაც მოედინება მადლი, ჭეშმარიტება და ვისი, ასე ვთქვათ, დოქტრინით, ან იგივე მაკარტის, ვთქვათ, თეზისიც რომ გავიხსენოთ, რაც ზაზე ზემოთ ვისაუბრე, ანუ პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ისტებლიშმენტი, რაღაცა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, პრეტენზია იმაზე, რომ ვთქვათ, ფლობდეს ჭეშმარიტებას და ვთქვათ, აქედან გამომდინარე შემდგომ უკვე ახორციელებს სწორედ იმ თავის ძალაუფლებას და ზღუდავს შემდგომ დემოკრატიას და ფაქტიურად ჩვენ 60-იან წლებში სწორედ აი ამ საფრთხის წინაშე დადგა თვითონ დასავლეთიც და ვილი ბრანდტი როგორც ახალი ტიპის პოლიტიკოსი ზუსტად ამას გრძნობს რომ და ამას უსვამს ხას რომ ჩვენი დემოკრატიის უმაღლეს საფეხურზე კი არ ვდგავართ, არამედ ახლა ვიწყებთ დემოკრატიას. ახლა ვიწყებთ აი ამ თავისუფლებების, ასე ვთქვათ, განვითარებას, არა? და ამ შემთხვევაში უკვე აქ არის მოწოდება რომ ყველა არის ჩართული, ეს არის ღია პროცესი და ყველა იღებს მონაწილეობას ამ პროცესში და იგი როგორც გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც მუშაობს ახალი დემოკრატიის, ანუ თავისუფლების, განმანათლებლური თავისუფლების ახალ ხარისხში აყვანისათვის. და განმანათლებლური თავისუფლებები მოგეხსენებათ, თქვათ, რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური, პოლიტიკური თავისუფლებები პირველ რიგში. და მათ ამ ყველაფერთან დაკავშირებული სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებები, საერთოდ ზოგადად სამოქალაქო უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესი, ანუ დემოკრატიის და თავისუფლების ახალ ხარისხში აყვანის პროცესი. გარდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებისა, ისეთ ტიპის პოლიტიკოსებისა, როგორც იყო კენედი, იგივე ვილი ბრანდტი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში არიან ჩართულნი ახალი ტიპის ფილოსოფოსები და ახალი ტიპის ინტელექტუალები და ესენი რა თქმა უნდა არიან ფრანგი პოსტმეტაფიზიკოს ფილოსოფოსები, ფუკოს, დერიდას, დელიოზის, აი ამ თაობის პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები, რომელთაც შემოაქვთ თავიანთ აზროვნებაში აი სწორედ ეს ანტიდისკურსული და დეკონსტრუქტივისტული, ვთქვათ, მენტალობა, აზროვნების წესი და ფილოსოფოსები, რომლებიც ცდილობენ გაანალიზონ სწორედ მიღებული ვითარება, რაც არის 60-იან წლებისთვის. ანუ ვითარება, როდესაც საფრთხე ექმნება სწორედ თავისუფლებას, ანუ საუბარია ფილოსოფოსებზე, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ იდეოლოგიამ არ დაღუპოს, იდეოლოგიურობამ და დისკურსულობამ არ დაღუპოს, ასე ვთქვათ, ის უმთავრესი ღირებულება, რაც დასავლეთს გააჩნია და ეს არის სწორედ თავისუფლებები და დემოკრატია, რაზე ჩვენ საუბარი გქონდა. და საინტერესოა, რომ იგივე ფუკო, ვთქვათ, გამოყოფს ფენომენებს და მისთვის ეს ფენომენი არის მხატვრული ლიტერატურა, სადაც და საერთოდ ეს ფილოსოფოსები მოიძიებენ ისეთ სივრცეებს, ისეთ ფენომენებს, სადაც კარგად ვითარდება დაპირისპირება აი ამ ვიტყოდი ესე ბწყალებში ისტებლიშმენტურობასთან, დაპირისპირება იდეოლოგიურობასთან, დაპირისპირება მაკარტიზმთან და ასეთი ტიპის ფენომენებთან და ამ შემთხვევაში ფუკოს მიაჩნია სწორედ მხატვრული ლიტერატურა ისეთ სივრცეც, რომელიც უპირისპირდება აი ესეთ, ასე ვთქვათ, დისკურსებს, ან დისკურსულობას და იდეოლოგიურობას. და
გამოყოფს აი ამ სახელოვნებო სივრცეში და არა მარტო ლიტერატურას, არამედ ჩვენ აქვე უნდა ვახსენოთ თქვათ ის ფენომენი, რასაც ქვია პოპ არტი, ენდი უორჰოლის ასე თქვათ თამათობით, შეიძლება ასე ითქვას. პოპ არტი, რომელიც ხელოვნებაში ან და ლიტერატურას, თქვათ ფუკოს მიხედვით, რომელიც ანგრევს, არღვევს სწორედ ელიტარულობას ხელოვნებისა და ლიტერატურისა და როდესაც არის ვითარება, როდესაც ეს ელიტარულობა ხელოვნებისა და ლიტერატურისა იკეტება რაღაც გარკვეულ სააზროვნო დოგმებში, რომლებიც უკვე აღარ არის ასე თქვა ცხოველმყოფელი და აღარ ახდენს ასე თქვა გარკვეულ სულიერ განვითარებას თქვა ადამიანისა. არამედ თვითონ ლიტერატურა და ხელოვნება და ეს ეხება სწორედ მოდერნისტულ ხელოვნებას და ამიტომ ამ გაგებით და ამ მოტივით იქნება პოსტმოდერნისტული ხელოვნება, ანუ ახალი ხელოვნება და ლიტერატურა, რომელიც ზღვარს უდებს, ანუ ანუ როგორც ზღვარდადება, ზღვარს უდებს იდეოლოგიზირებულ მოდერნისტულ ხელოვნებასა და ლიტერატურას, გარკვეულწილად იდეოლოგიზირებულ ხელოვნებასა და ლიტერატურას და იქნება და შემოდის ახალი ტიპის ლიტერატურა, პოსტმოდერნისტული ლიტერატურისა და ხელოვნების სახით, რომელიც ცდილობს დაძლიოს ყოველგვარი იდეოლოგიურობა და გახსნას ერთგვარად ეს მესამე სივრცე, ანუ სრული თავისუფლების, არაიდეოლოგიურობის და არადისკურსულობის სივრცე. და აი სწორედ აი ამ თვალსაზრისით და აი ამ მიმართულებით უკვე და აი ამ კონტექსტებში, რაზეც აქამდე მე ვილაპარაკე, ყალიბდება და ვითარდება სწორედ ახალი თანამედროვე მუსიკა, როკ მუსიკის სახით, რომელიც სწორედ ქმნის აი მეგრე წოდებულ მესამე სივრცეს, რაშიც გულისხმობ ჩვენ არაიდეოლოგიზირებულ სივრცეს ერთი მხრივ, სივრცეს, რომელიც ადამიანს და მსმენელს ათავისუფლებს სწორედ გარკვეულ სხვადასხვა ტიპის იდეოლოგიაზე მიბმულობისაგან და ათავისუფლებს მის მენტალობას, მის ცნობიერებას და მიმართავს და ახდენს ადამიანის ცნობიერების დეკონსტრუქციას იმ გაგებით, რომ ადამიანის აზროვნებას ათავისუფლებს სწორედ კლიშეებით და დოგმატური აზროვნების მარწუხებისაგან და წნეხისაგან. და ამ თვალსაზრისით სწორედ არის ამ პერიოდში როკ მუსიკის სახით 60-იან 70-იან წლებში ჩვენ გვაქვს ისეთი მუსიკალური ფენომენი, რომელიც უკვე თავისი ბუნებით სოციალური ფენომენია, რომელიც მწვავედ აყენებს თქვა სოციალური პრობლემატიკის საკითხებს, რეაგირებს მიმდინარე სოციალურ პოლიტიკურ საკითხებზე, რეაგირებს მოცემულ ასე თქვა ეგზისტენციალურ საკითხებზე და ქმნის თავისუფლების სივრცეს, რომელიც არის დაცლილი და თავისუფალი პირველ რიგში ყოველგვარი იდეოლოგიური ზეგავლენისაგან და ანიჭებს ადამიანს სწორედ აი ამ ეგზისტენციალურ, მენტალურ თავისუფლებას. და ამ ყველაფერზე ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომ გადაცემაში უფრო კონკრეტულად თუ რა არის როკ მუსიკა, 60-იან 70-იან წლების როკ მუსიკა თავის არსში შემდგომ გადაცემაში უფრო დაწვრილებით გესაუბრებით. მადლობთ ყურადღებისთვის. წუთი სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გერმანისტ კოკა ბრეგაძესთან ერთად.